ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტის შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14-მა ხმამის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა. ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ ვერ გამოიყენა ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს როგორც კანდიდატ ქვეყანას მიეცა ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისათვის და აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის უმრავლესობა. ანგარიშის პროექტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს წინ არ წასულა და ფაქტობრივად უკუსლაც კი განიცადა კომისიის მიერ მითითებული 9 ნაბიჯის ძირითად დებულებებთან დაკავშირებით მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან საპირისპიროს მტკიცებისა. პროექტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია ქვეყანაში დემოკრატიული უკუსლის გაგრძელებისა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობების მიღების შედეგად, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირი დაფუძნებულია. ანგარიშის პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის კანონიერი ევროპული მისწრაფებებისა და მათი სურვილის მიმართ იცხოვრონ აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში, რაც გამოიხატა მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც ხელისუფლების მიერ სასტიკი დარბევის მიუხედავად გრძელდება. მკაცრად გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივ რეპრესიებს. მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივისცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და გააუქმოს ცოტა ხნის წინ მიღებული დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახალხო პროტესტების ჩახშობას, მოუწოდებს ძალადობის ყველა აქტის გამომძიებისაკენ და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემისაკენ. ხაზს საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივი და ყოვლის მომცველი აუდიტის საჭიროებას ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული უკუსლის გათვალისწინებით. ამასთან დაკავშირებით მოუწოდებს კომისიას გადახედოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების მეორე მუხლში გათვალისწინებული ზოგადი პრინციპების, კერძო დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის მიმართ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გათვალისწინებით. კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და შეთანხმებით მინიჭებული პრივილეგიების პირობითი შეჩერება. ანგარიშის პროექტში ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, რომელიც უნდა ჩატარდეს მომდევნო რამდენიმე თვეში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებული საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვების მონიტორინგით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი, ნათქვამია ანგარიშის პროექტში. სამწუხაროა, რომ ამ ყოველწლიურ ანგარიშში ევროპარლამენტმა უნდა შეაფასოს არა საქართველოს როგორც კანდიდატი ქვეყნის პროგრესი, არამედ ქვეყნის უზარმაზარი უკუსვლა დემოკრატიული სახელმწიფოდან, ევროპული პარტნიორობის ქვეყნების ლიდერობიდან სასტიკ ავტოკრატიამდე. ეს არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მიიტაცოს ქვეყანა შიგნიდან პრორუსულმა მთავრობამ ყოველგვარი გასროლის გარეშე. გაყალბებული არჩევნები მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, დაბლოკოს ევროკავშირი, ჟურნალისტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება, თავდასხმა ევროკავშირზე და მის წარმომადგენლებზე. ეს არის მხოლოდ ზოგიერთი იმ ფაქტებიდან, რომლებიც ნახსენებია ანგარიშში. ანგარიში მხარს უჭერს ახალ სამართლიან არჩევნებს, რეჟიმისთვის სანქციებს, ითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას. ყურადღებას გავამახვილებ სამ ძირითად პუნქტზე. ჩვენ უარყოფთ პროექტის მეხუთე პუნქტს, რომელიც ითხოვს პირად სანქციებს წინასწარი სასამართლო პროცესის გარეშე, რითაც არღვევს კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და ინდივიდუალურ უფლებებს. უფრო მეტიც, ოჯახის წევრების მიმართ ასეთი სანქციების გავრცელების მოწოდება წარმოადგენს კოლექტიური სასჯელის ფორმას, რაც როგორც ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების სტანდარტების, ისე ასოციაციის საფუძველზე დანაშაული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების აშკარა დარღვევაა. ჩვენ უარყოფთ მერვე პუნქტს, რომელიც მოითხოვს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის არაღიარებას და სასურველი პოლიტიკური ფიგურის სამხრივად დანიშვნას, რაც წარმოადგენს გაეროს ქარტიის მიერ დაცული სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის აშკარა დარღვევას. ჩვენ უარყოფთ მეათე პუნქტს, რომელიც ცდილობს ევროკავშირის ერთსულოვნების მოთხოვნას გვერდია უაროს საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რითაც ძირს უთხრის თავად გაერთიანების იურიდიულ წესრიგს.
ძვირფასო ვიზიტორებო და სტუმრებო საქართველოდან. ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ თქვენ და თქვენმა მეგობრებმა აჩვენეთ შესანიშნავი გამბედაობა, დაიცავით დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ევროპული მომავალი თქვენი ქვეყნისთვის. ნება მიბოძეთ დავამატო, რომ თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. მადლობა, რომ აქ ხართ და მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ საქართველოსთვის. ასე გააგრძელეთ. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოველწლიურ ანგარიშს ეხმაურებიან ქართულ ოცნებაში. მე ასეთი რეზოლუცია, ასეთი ანგარიში გასაკურველი ძალიან ცუდ პოლიტიკურ გავლენას ახდენს ზოგადად საქართველოში ატმოსფეროზე. ამოცანა ეგ არის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი დააწმუნონ იმაში, რომ სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა, ვინც ეს მოძრაობა ევროკავშირისაკენ, ევროსტრუქტურებისაკენ შეწყვიტა. არა და ვითარება აბსოლუტურად განსხვავდება იმ ეგრეთ წოდებული რეალობისაგან, რომელიც უნდათ რომ საზოგადოებას მიაწოდონ პროპაგანდისტებმა, ექსტრემისტმა პროპაგანდისტებმა. სწორედ ის ფინანსდება ის არასამთავრობო ორგანიზაციები, ის პოლიტიკური აქციები, რომელსაც სწორედ მიზნად დაუსახავთ გარკვეული დაძაბულობის შექმნა საქართველოში.